ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი ამოცანა ნომერი 14. ზიარ ჭურჭელში 100-ია წყალი და ზეთიო, როგორც ნახატზე გვაქვს მოცემული, რო ზეთის უდრის 0.8 როწყლისასო, ზეთის სვეტის სიმაღლეა 8 სანტიმეტრიო და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ დონეთა h სხვაობა. დავწეროთ მოცემულობით გვაქვს. მოდით ასე მოვიქცეთ, რო წყალი წყლის სიმკვრივე, მოდით აღვნიშნოთ როთი, მაშინ რო წყალი თუ რო სტოლი არის, რო ზეთი, ტოლი გამოგვდის 0.8 როსი, ხო? ასე. აგრეთვე ვიცით ჩვენ ზეთის სვეტის სიმაღლე, h ზეთი ვიცით რო არის 8 სანტიმეტრი და გვეკითხებიან დონეთა h სხვაობას, ხო? აი h გვეკითხებიან ასე. მოდით გავადით ახლა ეს სურათი და შევხედოთ რა გვაქვს ჩვენ მოცემული. ახლა აი ამ გამყოფ ზედაპირზე თუ დავაკვირდებით, აი აქ. ამის ქვემოთ აი ეს ნაწილი. აქ რადგანაც სითხე ერთნაირია, წნევები აქაც და აქაც ერთნაირი იქნება, ამიტომ ჩვენთვის საინტერესო არის ზემოთ რა ხდება. ზემოთ ამ გამყოფის ზედაპირის ზემოთ თუ გავითვალისწინებთ ჰიდროსტატიკური წონასწორობის პირობას p წყლის აქ ტოლი უნდა იყოს p წნევის ზეთისა მეორე მხრივ p წყლის ტოლი იქნება. მოდი ეს შემოვიტანოთ აღნიშნები პარალელურად ნახაზეც h ზეთის სიმაღლე არის 8 სანტიმეტრი და წყლის სვეტის სიმაღლე რამდენი იქნება? აი შევხედოთ, აი ეს არის წყლის სვეტის სიმაღლე. ეს ტოლი იქნება, ეს არის h წყალი, ხო, ასე აღნიშნოთ და დავწეროთ ახლა. ერთი მხრივ p წყალი, ტოლი იქნება რო წყალი h წყალი და წნევა ზეთის წნევა იქნება უკვე რო ზეთი h ზეთის და ესენი როგორც თქვით ერთმანეთის ტოლი უნდა იყოსო. ჰიდროსტატიკური წონასწორობის პირობიდან გამომდინარე, აქედან გავუტოვოთ მოდით ერთმანეთს, ესე იგი რო წყალი h წყალი, ტოლი იქნება რო ზეთი h სიმაღლე ზეთის, სვეტის სიმაღლე. კი ბატონო, აქ შეგვიძლია ეს ჟები შევკვეცოთ და რა გამოგვივიდა აქედან? ახლა აქედან გამოგვივა ჩვენ რომ რო წყალი გამრავლებული h წყალზე და h წყალი დავაკვირდეთ აქედან აი ეს მთლიანად არის ზეთის სვეტის სიმაღლე და მაგას თუ აი იმ ნაწილს გამოვაკლებთ, მივიღებთ სწორედ ამას. შესაბამისად რა შეგვიძლია აქ დავწეროთ? ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ h წყალი ტოლი ყოფილა h ზეთს გამოკლებული h-ი, ჩვენი საძიებელი დონეთა სხვაობა h-ი. ეს ტოლი არის რო ზეთი h ზეთის. აქედან გავხსნათ ჭრილს თუ გავხსნით რო წყალი h ზეთი გვექნება, გამოვაკლდება რო წყალი h-ი, ეს ტოლი იქნება რო ზეთი h ზეთის. აქედან მოდით განვსაზღვროთ რო წყალი h-ის ტოლი არის, აქედან ტოლი იქნება რო წყალი h ზეთს გამოკლებული რო ზეთი h ზეთი და საიდანაც აქედან გამოგვივა რომ h-ი საძიებელი h-ი ტოლი ყოფილა რო წყალი h ზეთი მინუს რო ზეთი h ზეთი შეფარდებული წყლის სიმკვრივესთან რო წყალთან. ეხლა მარჯვენა მხარეს მოცემული იდეები ჩვენთვის ყველაფერი ცნობილი არის, ამიტომ ეს ტოლი იქნება რო წყალი არის როს ტოლი, ესე იგი რო ჯერ h ზეთი არის გამრავლებული 0.8 უკაცრავად რო წყალი არის რო h ზეთის სიმაღლე არის 8, ამიტომ 8 გვექნება გამოკლებული, რო ზეთი არის 0.8 რო და ეს კიდე გამრავლდება h ზეთზე. ეს კიდე გამრავლდება h ზეთზე, ესე იგი ესეც 8-ზე უნდა გავამრავლოთ. შეფარდებული ეს რო წყალთან, რო წყალი კიდე რო არის. ეხლა ეს უდრის ზემოდან როს თუ გავიტანთ ჭრილებს გარეთ, ეს როები აღარ გვექნება და რა გამოგვივა, ესე იგი 8-ს გამოვაკლდება კიდე 0.8 ჯერ 8, ესე იგი 8-ს ვაკლებთ კიდე 6.4-ს. ეს კიდე ტოლი არის 1.6 სანტიმეტრის. შესაბამისად, საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, h-ი ტოლი ყოფილა 1.6 სანტიმეტრის. ასე, ესე იგი პასუხი რა გამოდის? b, ხო? პასუხი b.